ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების 13 წელს აფასებს. ვრცელ განცხადებაში ოცნების საპატიო თავმჯდომარე არ ახსენებს არც ევროკავშირთან შეჩერებულ ინტეგრაციას და არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაწყვეტილ სტრატეგიულ პარტნიორობას, მაგრამ აღნიშნულია, რომ არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ამბობენ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. ბიძინა ივანიშვილი ასევე წუხს იმის გამო, რომ გუნდის ყოფილმა წევრებმა მოხანათურად უღალატეს. საქართველოს ახალგაზრდა იურის ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთი სარჩელი წარადგინა. საუბარია 61 მუხლზე, რომლის საფუძველზეც ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგი დაიწყო. საიამო უწოდებს სასამართლოს შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება. ფიქრობ, პუტინი გულისიღრმეში ხვდება, რომ ომში გამარჯვება არ შეუძლია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის თქმით, რუსეთს ფრონტის ხაზზე პრობლემები აქვს და გრძელვადიან პერსპექტივაში ომის მოგება მათ არ შეუძლიათ. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სამშვიდობო გეგმაზე პასუხის გასაცემად ჰამას 3-4 დღის ვადას აძლევს. მისი თქმით, თუ ჰამასი უარს იტყვის შეთანხმებაზე, ამას ძალიან სევდიანი დასასრული ექნება. ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, დანიას თავის დაცვაში დაეხმარება და დრონების საწინააღმდეგო კონტინგენტს გაგზავნის, როგორც ალექსანდრ სტუბიმ აღნიშნა, ეს სკანდინავიური თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია.